წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. Ჩვენობის ზურბასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ახლა თქმა არ უნდა, მაგრამ მაინც ახლა მცირე შესავალი სახით, რომ ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში ძიუდო რო კონკურენციის გარეშე გამორჩეული თავისი არა მარტო ტიტულებით, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებით ინტერესით მიუხედავად იმისა, რომ არ მიწყენენ სხვა სახეობები, სადაც ჩვენ ასევე არაერთი და მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს და იმედია გვექნება კიდეც და ოდითგანვე შეიძლება ითქვას ისტორიულად დიდი ინტერესი იყო ყოველთვის ქართული საზოგადოების არა მარტო სპორტული, არამედ საერთოდ ქვეყნის საზოგადოების და ერის მიუხედავად ამისა თავმაც შეიძლება ითქვას რომ აი განსაკუთრებით ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე ამ ხრივ ძიუდო არის უკონკურენციოდ ყოველთვის გამორჩეულია ნებისმიერი ქართველი ძიუდოისტის ავანჩავანი მისი ბედიღბალი როგორც სპორტული ასევე მის მიღმა ნებისმიერი ტურნირი თუნდაც შეიძლება ითქვას ჩვენი საზომით უკვე საშუალო დონის სადაც ნაკრების მესამე მეოთხე წევრებიც ღებულობენ მონაწილეობას და ესეც არ რჩება ყურადღების ნუ ნამდვილი შეიძლება ითქვას რომ თავმაც შეიძლება ჩვენთვის ერთგვარი ძიუდოს ბუმის თუ გნებავთ ტრიალებს ქვეყანაში და აი ურთულესი სეზონი გველის ერთის მხრივ აქ მართლაც რევოლუციური პროცესები მოხდა წესებში უშუალო საუბარია თვითონ ჭიდაობის წესებში და ამას მოყვა ორი მხარე ყოველთვის მოხსენებათ სკეპტიკოსების ოპტიმისტების ნაწილს მიაჩნია რომ ჩვენ წაგვადგება ნაწილი ცოტა სკეპტიკურად შეხვდა და გარდა ამისა ყველაზე მტკივნეული მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდში ფედერაციას უამრავი ნომინაციის და თავმე შეიძლება ამ ბუმს მოყვა ის რომ მოდის უნიჭიერესი თაობა მაინც ნებისმიერი თაობათა ცვლის პროცესი გარკვეულწილად მტკივნეულია ხო ამაში აბა დაგვეთანხმება ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი თქვენთვის კარგად ნაცნობი ქართულ ძიუდოის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბატონ ზურა უსოფაშვილს ვინაც ამჟამად საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სპორტული დირექტორი გახლავთ ზურა საღამოშიდობის და აი ხომ მეთანხმები რომ თაობათა ცვლის პროცესი რა გინდა რა თითოეულ ზონაშიც კი რომ 4-5 უმაღლესი კლასის კანდიდატი ყავდეს მაინც მტკივნეულს ხასიათს ატარებს ხო? მივესალმები რადიომსმენელებს ზოგადად ასეა თითო ალბათ რომ ჩვეულებრივი თაობად ნებისმიერ სპორტის სახეობაში როგორც იყოს ცოტა მტკივნეულია მაგრამ ეხლა მე ვერ ვიტყოდი მაინც და მაინც რომ ჩვენს ნაკრებში რაღაც ესეთი თაობათა ცვლა ჯერჯერობით წასვლას არავინ არ აპირებს არა მაგრამ აი ზონა შეცვლა ხო ამის მომასწავებელია ვერ ვიტყვი რომ ამის მომასწავებელია თუნდაც რა ვიცი ზონა შეიცვალა თქვა თავთანდელი ჭრიკიშვილმა შეიძლება ითქვას ვარამ ლიბარტელიანმა გადავიდნენ სხვა ზონაში ეს ჯერ ნახოთ ეხლა ავთო როგორ მოერგება 90 ვარნამს გადაწყვეტილია გადასვლა და ეს არ ნიშნავს რომ თაობათა სulis შედეგია ეს ისედაც აპირებდა ვარნამი გადასვლას ყოველ შემთხვევაში ეს ხო მაინც ასაკობრივი ფაქტორით არის გამოწვეული ხო რაც უფრო გემატება ცოტა მაგრამ ორივე აპირებს კიდე რა 4 წლიან ციკლში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობას ორივეს გულში აქვს ასევე უნდა რომ მიიღონ monაწილეობა და რა ვიცი იმედი გვაქვს რომ აი პირადად ლიპოზეჭი არ მეპარება აი რაც შეეხება ავთოს ალბათ მოკრავდი კიდეც კულუარულ საუბარს ხურს რომ ბევრს იცი აი ცოტა სკეპტიკურად არის გარკვეული ნაწილი განწყობილი და რატომ ერთის ხრივ აშკარად არ გაუხარდათ ავთოს და ბექას ერთზონაში მოხვედრე იმიტომ რომ ბექას უკვე იმხელა და იმხელა კომაკი ყავს იმხელა ოდენობის აი არ ვიცი საოცრება რა ეს ბავშვი ეხლა რაღა ბავშვი უკვე 21 წლის 22 წელიწადშია და უკვე ფაქტიურად თითქმის ნაკრების ახალი ლიდერი ხო შეიძლება უკვე შეურაცხოთ ხო გვაქვს უფლება ხო რა ვიცი ახლა ვინ როგორ შეარქმევს ვინ არის ლიდერი ხო და იცი ამის და მე იცი თვითონ რაღაც ავთო ბოლო პერიოდში ცოტა არ იყო ცოტა ისეთი განწყობით ხო ჩვეულის შემართებით აღარ არის ვეღარ კი რომ უბრალოდ აღარ არის უფრო ალბათ ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები ამაზე ადრეც ითქვა და აი ეხა შერაბზანი ნამდვილად ისე ყველას გაუხარდება კომაქს რომ ესე იგი ავთოს კიდევ არ აქვს დამთავრებული ასე ვთქვათ კიმონოს
არა, რასაყარაკო, არც არავის უფიქრია, არც ავთოს, არც გულშემატკივარს და პირიქით ეხლა შენ თქვი რომ ბერს არ გაუხარდა იგადავი და ორივე ანუ არ გაუხარდათ იმიტომ რომ ორი ძლიერი ძიუდოისტი უნდა ყავდეს ისევე იქ და შესაბამისად ეხლა მაგრამ რა ვქნათ ეს ჩვეულებრივი ამბავი ჯერ შევხედოთ ეხლა ავთო როგორ იქნება ნუ ყველას თავისი მოსაზრება აქვს მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით მაგრამ წვნელები გადაწყვეტენ ნუ პირველ ყოვლისა წვნელებზია დამოკიდებული ვინ რა წონაში გამოვა როგორ შემართება აქვს ხო ანუ мотивация თავარი აი ეს мотивაციის შენარჩუნების მომენტი ჩვენ ახლა კონკრეტულ ძიუდოისტებზე ვილაპარაკებთ შემიძლია სათითაოდ ვილაპარაკოთ ჩემი მოსაზრება გამოთქვა თემა თუ ეს იქნება ძიუდოისტების ავთოს უბრალოდ ახლა არ შეიძლება ხე იმდენად დიდი ძიუდოისტი რა თქმა უნდა ეს არის ნამდვილი პროფესიონალი მე ჩემას ვიტყვი და იმ დონის პროფესიონალია რომ შეძლებს ფიქრობ ამ დაძლევას ამ პირველი წონის შეცვლის რაც ახლავს სიზნელეების დაძლევას და დაიმკვიდრებს ადგილს მე ჯერა ამისი და არ ამგონია რომ ცუდი იყოს ორი ასეთი ძიუდოისტი ერთ წონაში ჩემი პირადი მოსაზრება ესეთია რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა რომ თქვათ შეენარჩუნებინა წონა 91-ში ყოფილიყო და ბექა ყოფილიყო 90-ში მაგრამ შეხედავს ახლა თვითონაც როგორ წავა გამოდმებული ტრამები ახლა მაგალითად ეს ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება გულშემატკივრებს გამოიწვია იმან რომ ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა პარიზსა და დიუსელდორფში და პირველივე ქართული მაქსიმალიზმის ხასიათი ნუ პირველი თავს თითქოს აი არ გავერმა დაინახა რომ არ ნუ პარიზში ეხლა იგებდა შეხვედრას და ბოლო წამებზე მოყვა ასე ვთქვათ ნუ აქ ეხლა დათმოდი უსელდორფში უნდა ვთქვათ მაგრამ მე ვთქვი რომ იმ თავიდანვე წონის შეცვლასთან დაკავშირებით ისეთ სიზნელეებია რაშას იგივე შავდათუაშვილს როდესაც გადავიდა 2013 წლის სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 63 ძალიან გაუჭირდა დამკვიდრება და სულ ბოლო მომენტამდეც კი თქვათ გადაწყვეტილი არც იყო მისი ოლიმპიადაზე გამგზავრება რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამგზავრება და ბოლო შეჯიბში ალმატის გრან-პრიზე წვნელებმა იგადაწყვიტეს ტატალაშვილი აჯობებდა კონკურენციაში თუ შავდათუაშვილი აჯობებდა აი რა თქმა უნდა ეხლა ლიცენზია ქონდა და რომელიც აიყვანო წარმოიდგინეთ აი მაგამდეც კი არ იყო გადაწყვეტილი და ისე გაუჭირდა თქვა დამკვიდრება ამ ახალ წონაში და შესაბამისად ეხლა ავთოსაც უჭირს მით უმეტეს ეხლა ავთოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ქონდა აკაცე ფეხით კიოდა და საერთოდ არც იციან გულშემატკივრებმა ეს და დიუსელდორფში ნატკენი ფეხით ჭიდაობდა და საერთოდ გამოვიდოდა თუ არა შეჯიბრზე ეგეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო იმდენად აწუხებდა მაგრამ მაინც ძლია უნდოდა იმდენად სურვილი ქონდა რომ დაემტკიცებინა თავისი მოწყურებული ასე ვთქვათ ჭიდაობას და გადავიდა და რა ვიცი ვერაჩვენა ისეთი შედეგი როგორცაც მისგან გულშემატკივრები ელიან ბევრმა მოითხოვა რომ აი 91-ში უნდა დაბრუნდეს არიან ესეთის მაგრამ ნუ ეხლა ორგანიზმია ჩვეულებრივი წონა დიდი ქონა ბევრი სტაკლება უწევდა მაშინასთან ნახოთ დასმული კითხვა ვის ვტოვებთ ანუ 91-ში რამ ნუ ასეთი დიდარი მემკვიდრეობის შემდეგ ხო იცი როგორც ხდება კი გასაგებია ჯერ ეხლა საბოლოოდ გადაწყვეტილი რა ვიცი აიქნებ კიდევ თუ ვერ მოახერხა და შეიძლება დაბრუნდეს კიდეს მაგრამ რა ვიცი მე ცოტა ეჭვმეპარება ყოველ შემთხვევაში რომ ავთო დაბრუნდეს ისე 91-ში მაგრამ არიან ისეთი ძიუდოისტები ძალიან დიდი კონკურენცია 91 კილოგრამში იმიტომ რომ აინაცვლეს ხო ორივემ დადალამაზები რა თქმა უნდა ეხლა რეფიაშვილი ნახეთ ფინალში იყო პარიზის გრან-პრის დაბრუნდა ასე ვთქვათ კლასია აქ დადალაშვილიც 91 კილოგრამში საერთოდ პირველი ტურნირი იყო შაშანდელი მაისის შემდეგ აი ალმატის გრან-პრის შემდეგ პირველად იასპარეზა და ნუ არა უშავს მაინც მოსინჯა ძალები 91-ში ისიც გადავა ალბათ წარმოიდგინეთ აი ესეთი ძიუდოისტები რომ არიან ახალგაზრდები მოდიან ძალიან კარგები ასევე როგორ შეიძლება ეხლა დავტოვოთ უყურადღებოთ გიორგი კაციაშვილი თუნდაც მე ძალიან დიდი მედებს ვამყარებ პირადად მასზე საქართველოს ფალავანი გახდა ეს უნიკალური მოვლენა 91 კილოგრამის ძიუდოისტი გახდა საქართველოს ფალავანი და მაშინ ძიუდოისტი 91-მდე არც იყო აწეული რეკორდი დაამყარა არა სწორედ გამეგეც იმიტომ რომ დიმიტრიჩ და იმას ჰქონდათ აბელს 91 ჰქონდათ აღებული ამ წონით აიღეს ფალავნობა და ეს 91-იც არ იყო ეს არის აბსოლუტური რეკორდსმენი ფალავნობის სხვადასხვა ყველაზე ჩატე წონის ნუ ეს მხოლოდ გიორგი კაციაშვილი არ არის სხვაებიც არიან კიდევ და ძალიან დიდი კონკურენცია ახალგაზრდებიც მოდიან და რა ვიცი იმედი გვაქვს რომ გაიზრდებიან ბიჭები ოლიმპიადამდე ბევრი დროა
და რა ვიცი არ მგონია გამიჭირდეს შენ ჯერ კიდევ რომ დისპირდებოდი საზოგადოებას და ისე ყველაფერი კარგად აგვიხდა რომ ეგრეთ წოდებულ ლუზერში ანუ აქ საუბარი იყო ორ წონით კატეგორიაზე სადაც ქონდა ჩვენ ხანგრძლივი და სერიოზული ჩავარდნა სადაც არათუ შედეგზე ორიენტირება ნუ საერთოდ რაღაც ხეირიანის გამოსვლაც გვიჭირდა ეს იყო 66 და 100 და 66-ში ხა ვაჟა მარგველაშვილი ჩენებული ხმაძოლი ხა ეს ძალიან არ მე ხა ვიცნობ პირადად აი არის არანორმალურად მომართული შეუძლია ევარჯიშოს დღე და ღამე გაასწოროს სერიოზული ბიჭი არ ვიცი და აი დაუფასდა კიდე ზოგადად ევროპის მოქმედი ჩემპიონია ბიჭმა ეხა ესე წინვალეთ ჩინებულ სტილში მოიგო ეხა დიუსელდორფის გრან-პრი სეზონს ესეთ მაჟორზე იწყებს კარს მომდგარი ეხა ევროპის ჩემპიონატი და არ ვიცი 100 კილოგრამზე ნუ ლიპო ხო მეტი ეხა როდესაც გუნდში ყავს ლიპარტელიანი აქ ზედმეტი საუბარი სხვათა შორის დღეს ლიპოს დაბადების დღეა და მიულოცო აქედანაც მინდა 28 წელი შეუსრულდა დღეს და რა ვიცი მინდა რომ წარმატებები უსურვო კიდევ მას დიდებული პიროვნება აი უსაც მე იმედი მაქვს რომ იგი წარმატებით იასპარეზებს მომავალ ოლიმპიადაზე ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე და რა ვიცი იქნებ კი არა ოქროსაც აიღებს რა ვიცი იმედი მაქვს და ისეთი შტაბიჟლება არ რჩება რომ რაღაც დიდი პერიოდი დაჭირდეს ეგრეთ წოდებულ ამ ადაპტაცია აკლიმატიზაციის და ასკილო აი თავის პირველივე ტურნირში ფაქტობრივად მოიპოვა ბრინჯაოს медаლი ძალიან კარგი იყო რომ გადავიდა ახალწონაში პირდაპირ медаლი დადო ასე ვთქვა და ჯერ წინ აქვს ყველაფერი რა ძალიან ძლიერ ნამდვილი პროფესიონალები არიან როგორც ლიპარტელიანი ასევე ჭრიკიშვილი და ჩვენი ნაკრების რა ვიცი ბევრი სხვა წევრების ეხლა რაშაზე როგორ შეიძლება ვთქვა იგივე რაშასნაირად ყველაზე ოლიმპიადაზე შეიძლება ითქვას შოთა ჩოჩიშვილის და ლაშა შავდათუაშვილი აი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტები ორი медаლი სხვა საერთოდ არ აქვს და თან სხვადასხვა წონებში მოიგეს ორივემ და ლაშასნაირად აი ვიცი ბევრი ხები რო ვარჯიშობდნენ შავის ფინალმა გამოიწვია რაღაცა კითხვის ნიშნები არსებთან ნუ არ ვიცი არ წაუვიდა ნუ არ მიყვარს ეს სიტყვა სპორტში ეხლა როგორი სიტუაცია ყოველთვის ხომ ვერ მოიგებს სპორტია და ჩვენ სულ გვინდა მაქსიმუმს ვითხოვთ ყოველთვის გვინდა რომ ქართული მაქსიმალიზმი მე ვიტყვი რომ ეხლა ჩვენი ბიჭები მაგალითად არც პარიზისთვის არც დიუსელდორფისთვის თავისი ფორმის პიკში ნამდვილად არ არიან ჩვეულებრივი ტურნირია ესა და უბრალოდ ძალების მოსინჯვა იყო რაღაც ესე მათგან ეხლა პირადად ეს შედეგს ნამდვილად არ ვეთქვათ უბრალოდ გინდა შეგვეხედა და მიუხედავად ამისა არაოფიციალურ გუნდურ ჩატოში პირველი ადგილი ფენომენალური შეიძლება ეხა ორი ოქრო ორი ვერცხლი და თან საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირი გახდათ გურჩება კიდევ აი რაღაცა ორი სიტყვით სადგმელი ორი წონა 60 კილოგრამი სადაც ისევ პაპინაშვილის იმედზე ვრჩებით ხომ ნუ ჯერჯერობით 100-ია გამოსტილი კასპელი ალბათ ცოტა იცი რაღაცა იზურა მაინც ტოვებს შტაბიჟდელებას რომ ამბის აი რაღაც სადღაც ბოლო მომენტში რაღაც აკლია მიუხედავად იმისა რომ ტიტულებით უკვე სერიოზული ტიტულებია, აი მაინც რამხრივ ამბობ, ვიცი რომ კომაგიც და თავარი სპეციალისტების უფრო მეცელია. ანუ უფრო მეტი შეუძლია, რესურსი თითქოს მეტი აქვს შინაგანი ამირაზე. რა ვიცი, შეიძლება თუ ასე ფიქრობენ, კარგია, რა თქმა უნდა, მუდმივად სტაბილური ძიუდოისტია ვიტყოდი, მუდმივად საპრიზო ადგილების მიდამოებში ტრიალებს, პარიზშიც медаლი აიღო, აქაც ფინალში იყო დიუსელდორფში, ხომ? ეხლა აღწავალო დამბათან ეხლა მაგალითად მაგისტრის ნახევარ ფინალამდე. მაგრამ რატომ ოქროს არ იღეს, ხო? აი მინდა ოქრო ცოტა ეხლა ძნელი ესე ძიოლი არ არის, რა თქმა უნდა, კონკურენტები ყავს ძალიან ძლიერი, იგივე დიუსელდორფის ფინალი შეხვდა მსოფლიოს ჩემპიონს გამბატს მონღოლს ძალიან უხერხული მეტოქია ამ ირანისთვის ძალიან ძლიერი ძიუდოისტია მას ეხლა პარიზში არ უჭიდავია თორე იქაც შეიძლებოდა რაღაც შედეგი გაეკეთებინა იგივე გამბატს პარიზში მოუწია ტაკატოსთან შეხვედრა ტაკატოს ეხლა ოლიმპიადაზე ოქროს უპირველესი მაძიებელი იყო და ამირანმა ის დაამარცხა მაგრამ როგორც ჩანს იმდენი ემოციურად იმდენად იყო იქ შეხვედრაზე გახარებული და რაღაც ვეღარ დაძლია ის ბარიერი შემდეგ მესამე ადგილისთვის ვერ გამოვიდა მაინც და მაინც კარგად თორე ბრინჯაოსთან ერთნაბიჯში იყო იქაც ოლიმპიადაზე და აი ზურა ისეთი შტაბიჟდელება იქნება თითქოს აი ყველაზე მეტი პრობლემა გარკვეულწილად ყალიბდება მძიმე წონაში არადა ეხა მოხსენება ტრადიციულად და ისტორიულად ჩვენთვის მძიმე წონა იყო ყოველთვის ისეთი რაღაც სავიზიტო ბარათი ხო მსოფლიო ძიუდოში და აი ქართველი ლეგენდარული ძიუდოისტების დიდი ნაწილი სწორედ მძიმე წონაზე მოდიოდა ხო კი ბატონო და ახლა ნუ მე ვერ ვიტყვი რომ არ მიმაჩნია რომ რაიმე პრობლემა არის აქ უბრალოდ ადამი რაღაც არ ვარჯიშობდა ბოლო ხანს ცოტა მოდი ასე ვთქვათ მიგაჩნია რომ არ მოწურა შესაძლებლობა შეუძლია ამ არ მინდა ეხლა ასე ვიფიქრო რომ კარგი ხო ცოტა ესე მკვეთრად დავაყენებთ კარგი ლევანი
ლეონი მატიაშვილი არის უნიჭიერესი ძიუდოისტი, რომელსაც თვლი რომ ყველანაირი შედეგის დადება შეუძლია და მიღწევა წარმატების რეალურად, ოღონდ თუ სერიოზულად მიუდგება საქმეს და თუ ივარჯიშებს, თრნელის დავალებებს შეასრულებს და ასე ნამდვილად შეუძლია და მჯერა რომ აი თუ მოინდომებს თვითონ ლევანი საკუთარ თავს უნდა სლიოს შეძლებს ნამდვილად არ არის პრობლემა თქვა ეხლაც ცუდად არ გამოიყურებოდა დიუსელდორფში და სხვადასხვა წააგო კაგეურასთან იაპონელთან ის რომელიც გამარჯვებული გახდა ხო შემდგომი ტურნირი იაპონელებს მოკლედ არ ვიცი მძიმე წონაში იმისთანა ბიჭები ყავთ ეხლა მაგალითად წინა ოლიმპიადაზე ლონდონში ესეთი ცუდი მძიმე წონა იაპონელებს არ ყოლიათ მაშინ რო ყავდათ კამიკავა წაიყვანეს და ნუ ყველა მიცოდა რომ კამიკავა იქ შედეგს ვერ გააკეთებდა ასე ვთქვათ და ეხლა ესეთი ბიჭები ყავთ რომ არ ვიცი ერთმანეთზე უკეთესები რა აი წარმოიდგინე წაიყვანეს ორი ძიუდოისტი პარიზის გრან-სლემზე სიჩინოე და ოჯიტანი იყო ფინალში შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. ორი სხვა ძიუდოისტი წაიყვანეს დიუსელდორფში, აი კაგეურა და ჰარასავა ოლიმპიური პრიზიორი ფინალისტი, რომელმაც რინერთან წააგო ფინალი და ამ კაგეურა მოუგო ჰარას. აქაც ორი იაპონელი შეხვდა ფინალში ძიმე ზონაში. წარმოიდგინე, რაოდენ ძლიერი ძიუდოისტები ყავს. მათი, ნუ სხვანაირად ვარჯიშობენ, ეთყობა სხვა შესაძლებლობები აქვთ. მაგრამ მე ახლა მატიაშვილის გარდა კიდე გურამი ყავს თუშიშვილი, ძალიან კარგი ბიჭი. არ ვიცი, ცოტა ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს, ახალგაზრდა არის კიდე თუშიშვილი და ნახოთ, მე იმედი მაქვს რომ ნებს 100 თუ მძიმეში ინაცვლებს. მძიმეში გადავიდა და პარიზში იჭიდავა კიდეც მედლისთვის შეხვედრა დადმო. პარიზში ძალიან კარგად იჭიდავა და მესამე ადგილისთვის შეხვედრა წააგო იქა და ცოტა ფიზიკურად დაიჩაგრა, ასე ვთქვათ, არ ეყო ფიზიკა. მაინც ახალი გადასული, რა თქმა უნდა. და თორემ თავის ძალიან კარგი მეიერს მოუგო ახლა იქ სოფლიო რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერია კიდე იქ და სხვა ძიუდოისტებსაც და გურამი თავის სიტყვას იტყვის და ლევანის მე მჯერა და არ მინდა ისიც ვიფიქრო რომ ადამა ამოწურა თავის შესაძლებლობები. არა, ნუ ეს უკვე მის ხელთ არის უბრალოდ რამდენი შეგონება, რამდენი ხვეწნა, რამდენი მუდარა, რამდენი გაკიცხვა, რამდენი ყველაფერი ერთად აღებული ძვირფასობეგურება, თუმცა ყველაფერი არა და უკვე პატარა ბიჭი არ ეთქმის და საკმაოდ კარგად აცნობიერებს არსებულ მდგომარეობას და მთელი ყველაფერი იმაშია დამოკიდებული რომ ნამდვილად აქ თვითონ ხო როგორც სპორტსმენის რესურსი გააჩნია თუ კი სათანადოდ მოკიდებს ზურა არ შეიძლება არ გითხო ახსენებ კაციეშვილი და კაციეშვილის გარდა აი ჩანს ვინმე ასეთი გამოკვეთილი ტალანტები უკვე რომელიც ეს კარს მომდგარი არიან ეროვნული ნაკრების წინ კიდევ ეხლა მე არ მინდა რომ კონკრეტულად ვინმე დავასახელო რა აი უნდა მაგალითად გვაქვს ახალგაზრდობის ჩემპიონატი ეხლა შაბათკვირას ყოველ შაბათკვირა ფაქტობრივად ეს თებერვალი ესეთი გადატვირთული წლამდე ეხლა 21 წლამდეები არიან უკვე საქართველოს ჩემპიონატი გვაქვს და შეგიძლიათ მოხვიდეთ და თავად იხილოთ ის თქვათ ახალგაზრდებში 21 წლამდელებში მანამდე ქონდათ ესე ყველა პერსპექტიული იჭიდავებს აბსოლუტურად არ ვასვენებ თუ არავის კი ზურა ერთი სარეკლამო ჭრა ჩვენს განაცემაში მე მოკლედ შეგახსენებ ზურბასო მეგობრებო ჩვენ დღევანდელი განაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სპორტული დირექტორი ბატონი აზურა ბუსუბაშვილი და ჩვენ სულ რამდენიმე წუთის შემდეგ განვაგზავნებთ საუბარს აი ახალ წესებთან დაკავშირებით აი ესე იგი ეს რამდენად უნდა მოვერგეთ რამდენად წაგვადგება და ასე შემდეგ რაც მთავარია შიდა სტრუქტურები ეხლა ზურა მახსენა და ბძანა ეროვნული ჩემპიონატის შესახებ მაქსიმალურად ტვირთავს ძიუდოს ხელმძღვანელობა პრაქტიკულად კალენდარი აი გადატვირთული კი არა შეიძლება ითქვას რომ შეიძლება თავისუფალი დღეც კი ვერ იპოვო თვის განმავლობაში კაცმა როგორც შიდა ასევე ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ასპარეზზე ეს ყველაფერი ძიუდოს სასარგებლო და ბუნებრივია ინფრასტრუქტურა ბევრს გონია რომ ჩვენთან უკვე ყველაფერი ესე საათები დაწყობილია ბევრი რამ რა თქმა უნდა გაკეთდა თუმცა ეს ამას ჯერ კიდევ არ ნიშნავს აი ზურა თუნდაც შენი სიტყვების დამადასტურებლად ახსენე იაპონია და როცა გიჩნდება იმის პრეტენზია რომ მუდამ უნდა იყო მსოფლიო სამეულში და ტოლსორად ეპაიქრო და ხშირად აჯობოკიდეს იაპონიას მაშინ სათანადო ინფრასტრუქტურაც უნდა შექმნა ხო აი ყოველივე ამის შესახებ ძვირფასო მეგობრებო რამდენიმე წუთის შემდეგ Sport Time. Radio იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ვაგზელებ ძვირფასო მეგობრებო ჩვენს გადაცემას აი დაწყებული აი გუშინ მართლაც ტრიუმფით დაწყებული და გუშინ ტრიუმფით დასრულებული დიუსელდორფის გრან-პრი როგორც ჩვენ დღევანდელი განაცემის სტუმარმა აღნიშნა ბატონო ზურა უსუბაშვილმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა მიუხედავად იმისა რომ პირველ ტურნირზე არც იგეგმება ესე მაინც და მაინც გინდა თუ არა რომ მედალზე არა ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის მიდიხარ ბუნებრივია მაგრამ ასე არ დებს უცილობელ პირობად ხელმძღვანელობა ნაკრების აქ თავარია ჩვეული სპორტული ფორუმის
აღდგენა დროულად ფორსირება ხო ზურა რათა კარს მომდგარ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ აი უკვე პირველი სერიოზული ტურნირი სეზონის გვაქვს სწორედ ევროპირველობა რომელიც რაციონალურად გაზაფხულზე იმართება და შემდგომ უკვე ხდება გუნდის გადაწყობა მსოფლიო პირველობასა და ასევე სხვა უმნიშვნელოვანეს ტურნირებზე და მათ შორის სლემებზე ნუ ეს უკვე საომალოდ სეზონის მეორე ნახევარი სეზონის პირველ ნახევარში პრაქტიკულად აი გამოკვეთილი არის ევროპირველობა ხო და სამზადისი იწყება ჯერ კიდევ დეკემბრის თვიდან და აი არ შეიძლება არ აღნიშნოთ რომ აი მართლაც რაღაც ისეთ ფენომენალური ასპარეზობით თავისი ულამაზესი ჭიდაობით და ის რაღაც საოცარი ფინალით მე აღნიშნე კიდეც გაცემის პირველ ნახევარში ბექა ღვინიაშვილი ეს ტაისონას თიკუნის მქონე რუისელი ბიჭი რომელიც მართლაც თავისი გამოჩენის დღიდან რაღაც ამ ბიჭის შემართება ენერგია დამოკიდებულება გნებავს პიროვნული გნებავს სპორტული თვალსაზრისით რა შეიძლება ჩემი აზრით გადაუჭარბել მე ვამბობ რომ ფილმი გადაიღო უკვე დოკუმენტური ფილმი მიხედავს სულ 21 წლის ყმაწვილია ხო ნუ ახალგაზრდა კაცი ნუ ყმაწვილი ახალგაზრდა კაცი და აჩვენო საზოგადოებას აი როგორ უნდა იცხოვრო როგორ უნდა იბრძოლო კარგი გაგებით იომო და როგორ და რის ხარჯზე მოდის წარმატება ხო ზურა დამეთანხმე ის კი არა თქვენს და ნაკრების ხელმძღვანელობის დიდი ნაწილიც იყავი წინააღმდეგი რომ ემან მართლა რამე არ დამართო და ბიჭის ეს უკვე ყოველგვარ ადამიანურ რესურსს სილდებოდა მაგრამ აქ მე კარგი გაგებით ვამბობ რომ ქონდა თვისმიზანი გასულ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის და სადი არა ბიჭო იქ მონაწილეობა კი არა ის გეოგრაფიული რუკარვა ვიყო სადაც ამ ბიჭმა ის ქალაქები და შემოერ მარტო ეგ ეყოფოდა სურო ტურისტად ყოფილიყო და ეხა ყველაფერი მოიგო აბსოლუტურად რეაქცია ისე რომ უკვე რამის რეიტინგ ფავორიტად იქცა კიდე ორი ტურნირი რო ქონოდა უკვე რიოში რეიტინგ ფავორიტად ჩავედო 100 კილოგრამის ხო ნამდვილად რა ვიცი ბეკაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი მინდა მიულოც რომ მას და ვაჟას მარგველაშვილსაც რა თქმა უნდა დიუსელდორფში წარმატება ბეკა ნამდვილი მოვლენა აი მართლა მოვლენა ზოგადად სპორტში არასდროს თქვა მხოლოდ ძიუდოში რომ ასე მოკლედ ესე სანახაობრივი ჭიდაობა რა ვიცი ბევრი ვერ დაიტრაბახებს ესეთ ჭიდაობას და თან ტაისონა რატო და ფიზიკურ არანორმალური გამძლეობა ხო რაღაცა ბუნებრივი მონაცემებია ჯერ ისე ბიოლოგიურად არის ბიჭი ჩამოყალიბებული უმწმესი ასე კიდე ხო გახსოვს 4 წლისი ფალავანი გახდა ხო 4 წლისი გახდა სულ ჰაერში ხარა ნუ მაშინ მართლა პატარა ბიჭი იყო ეს ამხელა გამოსტილი ხალხი ჰაერში ხარა პატარა საქმე არ არის ხო რა თქმა უნდა რა ვიცი ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ბექა გააგრძელებს ესე თავის წარმატებულ კარიერას და მონდომებითაც ივარჯიშებს და წარმოიდგინეთ ესე მაგალითად პარიზში ცოტა უფრო დაღლილობა ეტყობოდა აქაც ნაკლებად მაგრამ ის აი ფორმის პიკში კი არა თავის ვერ ვიტყვი რომ ახლოსაც არის იმ ფორმასთან რაც თქვა 100 კილოგრამში რომ გამოდიოდა აი ბოლოს თუნდაც ოლიმპიადას იმ ფორმაში რომ ყოფილიყო არა აი გაცილებით იოლად მოიგებდა და ესეთ ფორმაში არ მყოფი რომ ესეთ რაღაცებს აკეთებს წარმოიდგინეთ როგორი იქნება როცა შევა ნამდვილად აი ფორმის პიკში არა ნუ არ ვიცი ეს არის არ ვიცი რაღაც ღვთისგან ბოძებული გასაგო და კიდე ერთხელ ვამბობ ხომ მეთანხმებით რომ არის ნათელი მაგალითი არა მარტო თავისი კოლეგების ძიუდოისტების ნებისმიერი სპორტსმენისთვის ზურა მე ვეხები ყველაზე მტკივნეულ თემაზე ეს ქართული ფრაზა რომელიც საბედნიერო ძიუდოში უკვე ნაკლებად ყველაზე დიდი კონკურენცია ყველაზე მზარდი და ამად ალბათ ეს ფაქტორიც მოქმედებს ალბათ დამეთანხმები სპორტის ბევრი სახეობის განსხვავებით რომ ბიჭები ესე იგი ეს სხვათა შორის ნაკრების ერთ-ერთი ხელმძღვანელი მინდია ბოდაველი აღნიშნავდა კიდეც რომ როცა ვატყობ რომ ახლა აი ფეხზე ვეღარ დგას რომ შიში ნუ ამ შემთხვევაში კარგი გაგებით იყო თქმული ნუ ეს არ შეიძლება მაგრამ მე უბრალოდ კონტექსტიდან კი არ მინდა ამოგვლიჯო რომ აი შიშის გამო ვერც ამბობს რომ დამასვენი ანუ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს იმაზე მეტი უნდა გააკეთოს ხო არა მე ამას ახლა რა შემთხვევაში რა კუთხით ვამბობ რომ ეს ქართული ხასიათი უკვე ხდება ქართული ხასიათის ასე ვთქვათ გაიაპონელ ისე ხო აი რაღაც უკვე სხვა არ არის უკვე ესე ქართული გამოკიდებული ბეკაზე ძალიან თქვი მუდმივად შეიძლება საუბარი და მას იმას შეიძლება კი ბატონო ცოტა იღბალი რომ ქონოდა რა ვთქვათ ბეკას მე ვიტყოდი რომ ის 100 კილოგრამშიც მედალს აიღებდა ოლიმპიადაში ცოტა პატარა იღბალი რომ ქონოდა თუნდაც კენჭისყრაზე აი რაღაც ისეთი ფორმი წავიდა ბიჭი ისეთი შემართებით ნუ არა ობიექტურად ქონდა რა მიხედავს რომ შეიძლება ეს იყო ცოტა ისე გადაჭ
დაჭარბებული მოთხოვნას და ვერც დაუყენებდი გინდა თუ არა კაცმა. აი ესეთ ჯგუფში მოხდა და ბადის მხარეს რომ აი მეორე მხარეს რომ მოხვედრილიყო იქიდან ფინალში შეიძლება გასულიყო და იქ რა მოხდებოდა მერე. და თუნდაც ვიცე ჩემპიონი რო გამხდარიყო, ნუ რამხელა, მაგრამ მთელი კარიერაც იყო ეხლა. რა თქმა უნდა ყველაფერი წინა. არა იმედია რომ ჯანმრთელობა შეუწყოს ხელს მინიმუმ ობიექტურად უწევს 3 ოლიმპიადის შედაობა. ხო ნუ 2 გარანტირებული, ნუ მესამე ვნახოთ რა კიდე 2 ასაკით ხო ისე უწევს რა 24 ხო 2 ოლიმპიადა ხო 2 24 28 და ნუ რა ესეთი ფიზიკური მოძრაობის და გამძლეობის თავისუფლად ამის მე დარწმუნებული რომ ასაკი ამას არ დაეთყობა ესე რომ ბერს აი 30 31 და უკვე იწყება და აღმოსდა ზურა თავარი არანაკლებ მნიშვნელოვანი აი ეს ახალი წესები აი ამ გადასახედიდან მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ აი პირადად როგორც პროფესიონალი როგორ აფასებ ჯერ ეს ზოგადი ბანალური კითხვით უფრო წაგვადგა თუ უფრო ნუ ჩვენ ახლა როგორ არის ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენი გადასახედიდან შევხედოთ ახლა რამდენად კარგია რამდენად ცუდია ის რაც გვაქვს ის ტრადიციულად ის გადაჭრით ამის თქმა ჯერჯერობით არ შეიძლება მაგრამ ზოგადი შეხედულება როდესაც ვთქვათ ჩამოყალიბდა ეს წესები და გავრცელდა რომ ესეთ იქნება აი ამ წესებით იქნება ასპარეზობები ტურნირები ვიფიქრეთ ყველამ რომ კარგია ჩვენთვის ზოგადად კარგია, იმიტომ რომ რაღაც ქართული ჭიდაობის ელემენტების გამოყენება უფრო ჭარბად შეგვიძლია ამ ახალ წესებთან დაკავშირებით. იგივე თქვათ გადავლებულზე უფრო მეტ დროს გაძლევენ, თქვათ. რაც იზღუდებოდა ადრესო ამას ხოჩიოდით, იმიტომ რომ ეს ქართული გამოქონდათ უკვე და გვიზღუდავდნენ. იგივე თქვათ დროსთან დაკავშირებით ვითომ იყო ესეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბებული, რომ ვითომ ჩვენი ძიუდოისტები იღლებიან ფიზიკურად და აი 4 წუთი კარგია იქნება. თქვათ ეგ თითქოს მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც იღლებოდნენ ბოლოს ბევრი გვინახავს ბოლო წუთებზე მოგებული შეხვედრები თუნდაც რა ვიცი იგივე ვაშამ შავდათუაშვილმა თუნდაც ოლიმპიადაზე ბოლო წუთს არ მოუგო იმ იარსებს რომელზედაც ეხლა ქონდა ეხლა რატომ ვერ მოუგო ხო ვფიქრობთ რომ ყოველთვის ხო ვერ მოიგებ არა სპორტია და მუდმივად ფორმის პიკში ვერ იქნებს სადაც საჭიროა იქ უნდა მოიგო ხანდახან შეიძლება დათმო შეხვედრა ფსიქოლოგიურად იმოქმედო მოწინააღმდეგეზე არა მე მოვიდეს ყველაფერი შეიძლება კატეგორიას ხო 7 ზონა მოიგო ეგ აბსურდია რომ მაბდე ამას იაპონელები ვერ ბედავენ ამის თქოს და ჩვენ ახლა ამ პირობებით ამ მდგომარეობით და ნუ თლიანობაში ახალი წესები უნდა საჯებთან დაკავშირებით ახალი წესების მორგება აი საჯის ობიექტურობის ხარისხს ზრდის შენი აზრით უფრო უნდა გაზარდოს საჯებს ახლა მანიპულაციებისთვის უფრო ნაკლები საშუალება რჩებათ ასე ვთქვათ ახალი წესებით მაგრამ აი ხა დიუსელდორფში რაც ვნახეთ ვთქვათ იგივე ბექასთან მაგალითად ფინალში ცოტა გამიკვირდა მაგალითად სიმართლე გითხრათ პირველი შიდოს მიცემა თუ მისაცემი იყო შეიძლება და ორივესთვის მიეცა რატომღაც მხოლოდ ბეკას მიცეს ეხლა იყო ამ ტურნირებზე შეიძლება რაღაცებზე მსაჯებმა ან თვალი დახუჭონ ან პირიქით სიმპათია გამოავლინონ რომელიმე ძიუდოისტი თავარია რომ მსგავსი რამეები არ მოხდეს ძირითად ტურნირებზე ოფიციალურ შეჯიბრებებზე როგორც ევროპის ჩემპიონატია მსოფლიო ჩემპიონატია ან აქაც მე ვიტყოდი რომ ბევრი მსაჯი კი არის გრან-პრიზე, მაგრამ აი თაობათა ცვლა იქაც მიდის მსაჯთა კონტინგენტის საერთაშორისო ფედერაციაც არჩევს მუდმივად მსაჯებს, ცდილობს განაახლოს ეს შემადგენლობა, ბევრი წავიდა იმ ოლიმპიადის დაზე ვინც მსაჯობდა, მოდიან ახალი სახეები, ეხლა და გუშინ მაგალითად დიუსელდორფში ეს 3 დღის განმავლობაში მიდიოდა ტურნირი, ესეთი მსაჯები დავინახე, ადრე საერთოდ არ ჩანდნენ, ვერ ხედავდით მათ და ცოტა არ იყოს მათ კვალიფიციურობაში ეჭვიც მეპარება ბევრის. მოსდით ზოგს არა ვთქვათ განზრახაკეთებენ არამედ ზოგს უცოდინარობით მოსდის ზოგმა ვერაუღო ალღო ახალ წესებსაც და ისევ ძველი წესებით ცდილობს ვთქვათ იგივე შიდოების მიცემას ამ ცოტა მეტი რო უნდა ადროვო ისევ ძველი წესებით ისევ ჩეულებრივ დროს აძლევენ ანუ ფაქტობრივად არ აძლევენ შეტევის მომზადებისთვის დროს და იყო ესეთი შიდოზე არის ლაპარაკი რა კონკრეტულად რა ისჭება რა არ ისჭება როგორ თორე თლიანობაში ცუდი არ არის მე პირადად მომწონს ახალი წესები მაგრამ ეს ექსპერიმენტია ასე ვთქვათ საერთაშორისო ფედერაციის სოფლიო ჩემპიონატის ამ წესებით ჩატარდება დასხდებიან შემდეგ სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სოფლიო ძიუდოს მამები ასე ვთქვათ და გადაწყვეტენ ანალიზის შედეგად კარგია ეს წესები ცუდია გამომდინარე ამ მამებში კუთვნილი ადგილი გვეკუთვნის და მსაჯებზე მინდა გითხოთ ჩვენგან არავინ წარმომადგენელი ბოლოს იყო ვოვარ ნუსობიძე უნიჭიერესი კაცი იყო გუშინაც იყო დიუსელდორფში ჩვეულებრივ მსაჯობს და აქ ეხლა არ მინდა თემას გადავსდე მაგრამ რაღაცა
ყველაზე კვალიფიციური მსაჯი შეიძლება ასე ითვლება სოფიოსთვის, მაგრამ ეს თან უპატიოსნესი, აი ისეთი ძვირფასო მეგობრებია, ხო იცით, პატიოსთან და პროფესიონალი კაცი ბევრს არ ეპიდნავება გულზე, ჩვენ აქედან როდის გამოვალ და რომელ საუკუნეში ოდესმე თუ გამოვედით კიდე კაც მარიზეს, მაგრამ იმიტომ რომ სოფიოში ისევ ჩააზო, ანუ ცუბიცი ხო, არ ჩანს საქართველოში. საქართველოში სრული ბროკინება ხდება და ვიღაცებს რო ცუბიცი ხო არა სამწუხარო რეალობა რო ესეა ხა მე რატო ამ კაცის პატიოსნებას და რესურსს რო არ გამოიყენებ კაცი ნუ არ ვიცი ხა არა რატო ვინ არ იყენებს მე ძალიან კარგად და ეხლა სხვათა შორის არის ეხლა მე ზოგადად დავინახე თქვა იგივე დიუსელდორფში პარიზში შეიძლება გულშემატკივარი ვერ ამჩნევს თქვა და ყოველთვის უკმაყოფილოები ვართ აი საჯებმა დაგჩაგრეს სულ ესე ვისთ მაგრამ არის ნიუანსები სადაც თქვა შეიძლება საჯი თქვა დავეჩაგრეთ ან პირიქით გადაწყვეტილება მიიღო და ამ დროს ჩვენთვის სასარგებლო ამაებს ვერ ვამჩნევთ რატომღაც ყოველთვის და აი ცოტა პროფესიონალი თვალი ამას ამჩნევს იგივე საჯების დამოკიდებულებას ხშირად ეხლა იყო რამდენიმე მომენტი თქვა აი დიუსელდორფშიც თუნდაც სადაც აი მოხდა ისეთი რამ რომ ჩვენს წინააღმდეგ რო გაეკეთებინათ ეს ერთ ამბავს ავკეთდით რომ როგორ ესე არ იყო და აი რა გაგვიკეთეს და ამ დროს თუ ჩვენ სასარგებლოდ მიიღო საჯმა გადაწყვეტილება შეულებრივი ამბავია აბა რა ესე უნდა ყოფილიყო ასე ვფიქრობთ და ანუ ბევრი ნიუანსია რა ყოველთვის ძალიან სუბიექტურია საჯის გადაწყვეტილებაც ნებისმიერ შემთხვევაში აშკარად აი ხა ბექამ დააგდო ისეთი იპონზე დააგდო მე ვიტყვი ხო ვიტყოდი რა ვიცი და ბევრს ესეთი შაბეჭდილება დარჩა ხალმურზაევი ბოლოს ფინალში პირდაპირ იპონი უნდა მიესამსაც რაღაც უნდა ეხლა იქ ფიქრი მაგრამ მისა ვაზარი სხვათა შორის აი ვაზარის და იუკოს გაუქმებაზე ეს რამდენ ზოგს მოწონს ზოგს არ მოწონს რომ ერთი და იგივენაირად ხდება შეფასება ანუ ვაზარის და იუკოც დებაც ერთ გატოლდა და რანუ არ უნდა იყოს ასე მაგრამ შეიძლება პირიქითაც არის სადაო ნაკლებია უკვე გდება არის უკვე აღარ არის დავა იმის შესახებ რომ ეს ორი ვაზარი ეს ოსაიკო აღარ ფიქსირდება ეს იუკოა თუ ვაზარი არა იუკო იყო არა ვაზარი მუდმივად ასეთი რაღაც დავა იყო ხოლმე და ეხლა დავა აღარ არის და ეს საჯებს აი ესეც მოესპოთ უკვე შეეძლოთ მიეცათ ვაზარი მე გაგეკეთე ბინა მეტოქეს 5 იუკო მაინც ის ერთი ვაზარი იგებდა და ანუ როგორ იფიქრებენ საჯები ამაზეც იყო დამოკიდებული ეხლა ნაკლებად არის დავა იმის შესახებ რომ ვაზარია თუ იუკო უკვე აღარ არის და ეს რა ვიცი მე ვფიქრობ რომ დადებითი კუთხით არის ესეც ამახალ წესებში ზურა ახლა მთავარი ნუ არ შეიძლება არ აგინიშნოს რომ დედაქალაქის მხრივ ასე თუ ისე ნუ აშკარა პროგრესია ნუ დავიწყოთ იმით რომ როგორც იქნა ჯერ კიდევ ვეღირსეთ რომ აი გასულ წელს ხო ოფიციალურად გადაეცა ძიუდოს ფედერაციას თავისი ის კუთვნილი დარბაზი ეს არის ქართული ძიუდოს სახლი ასე შეურაცხეთ და მარტებულად გარდა ამის პარალელურად ასე პატარ-პატარა შეიძლება ითქვას სოკოები რაღაც ესე მოფერებით ვიტყვი იხსნება ძიუდოს პატარ-პატარა დარბაზები მშვენიერი კოხტა რაღაც სადაც საკმაოდ კვალიფიციური შენარედზის აღინიშნა მშვენიერი ბიჭები მუშაობენ ძველი ძიუდოისტები ენერგიულად ნაყოფიერი და ჩვენ სხვათა შორის რასაც უყურებ ბევრი სპორტის სხვა სახეობისგან მწვრთნელი ისეთი სიუხვე გვაქვს მაღალ კვალიფიციური მსვლელებისთან კარგად არის დიფერენცირებული რომ აი სხვადასხვა ასაკობრივებთან მუშაობს არ არის მსვლელი რომლის რა კატეგორიის მიხედვით თავისი ნიჭიდან გამომდინარე და კატეგორიიდან მუშაობს იქამდე არ მიყვება ასე ვთქვათ ბოლომდე და ის აი ეს დედაქალაქი კი ნუ აღარ ვამბობ ყმადაღებულ მექა ქართული ძიუდოს კი ბატონო შიდა ქართლი გორი ქარელი და შიდა კონკურენცია ძალიან მაღალი კი აი სხვა ზურა რა ხდება ბოლო პერიოდში მეჩვენება თუ რა თითქოს სერიოზულად მოს პოზიციებს კახეთი არა და იყო პერიოდი რომ კახელები ტოლს არ უდებდნენ ხო ნუ ძიუდოს ხრივ ნუ ეხა ოშ სერიოზული დასავლეთ საქართველოში რა ხდება აი სამეგრელოდან თითქოს იკლო რაღაც აღარ ხდება მიუხედავად იმისა რომ ამ ხელა რესურსი გვაქვს და ეს რეგიონები რო ჩავდოთ აჭარა ხო ქონდა ტრადიციები აჭარას ნუ მამაქალაქში აღარ ვაბო ნუ მამაქალაქი ქუთაისში ერთ-ერთი ცენტრი ხო ძიუდოს ნუ ნუ ვერ ვიტყვი ახლა რომ ისეთი განვითარებულია ვთქვათ ძიუდო იმ რეგიონებში რომელიც ჩამოთვალედიტო როგორც თბილისში და თუნდაც ყველაზე მეტად მიყვარს კახეთის პასიურობა და ქუთაისი ქუთაისი ხო იმიტომ რომ ქუთაისში დათო ხო მუშაობს ქუთაისში ესე იგი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ძიუდოს ფედერაციის აქ ჩვენ საავადმყოფო დათო ხაღლეშვილზეა საუბარი რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი რომელიც ამავდროულად იმერეთში ესე იგი ძიუდოს განაგებს თან თვითონ ხო მარტო ამ დროს დარბაზებით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ყველანაირად ცდილობს რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს დარბაზების ახალი დარბაზების წარმოქმნას რეგიონებში და აი რაც დათო არის ხევხიშვილი პრეზიდენტი იმას ვითვლიდით რამდენი
დარბაზი გამოვიდა და 27 ახალი დარბაზი გაიხსნა რეგიონებში საქართველოს თბილისშიც მაგალითად 1-2 დარბაზი რამდენიმე თქვა პატარ-პატარა დარბაზი სხვადასხვა რაიონებში გავხსენით ბარისახოშის თუნდაც იქაც დარბაზი იგივე თქვა იმერეთის მაღანთიან სოფელში იქ ცოტა აი თან ამას ვაბდე სტრატეგიული დანიშნულება გერის გადარჩენის და რა თქმა უნდა რაც ბევრი ეხლა რა არის იცი ამ სოფლად უფრო იულია შედარებით რომ ბავშვი დაკავდეს თქვა ძიუდოთ იქ ეხლა გუნდური საქმეების განვითარება სოფელში ცოტა ძნელია რომ გუნდს ვერ შეიძლება ვერ ჩეკრიბო მაგრამ რამდენიმე ბავშვი რო ავარჯიშო ამის შეიძლება ამიტომ მაგ ფედერაციას აქვს ასეთი მიდგომა რომ სადაც მოინდომებს ვინმე გააკეთებს დარბაზს ტატამს ვჩუქნით ტატამს მოვახერხებთ რომ იმ დარბაზს ტატამი გადავცეთ ახალ გახსნილ დარბაზსა და ეს ამართლებს სხვათა შორის და აი ამით არის გამოწვეული კერძო სტრუქტურებიც ინტერესები ახსნიან ასე დარბაზებს პლუს კიდე ფედერაცია წვრთნელს გადაამზადებს ასე ვთქვათ კვალიფიკაციას აუმაღლებს ამაზეც პასუხისმგებელია უკვე შესაბამისად შარშან 100 მწვრთნელი დარეგისტრირდა ძიუდოს საერთაშორისო აკადემიაში სასწავლებლად და ეხლა კიდე მიდიოდა რეგისტრაცია დასრულდა დღესაც კიდე დამირეკეს სურვილი ქონდათ კიდევ ამ რეგისტრაციას საქართველოს მასშტაბით გულისხმობ საქართველოს მასშტაბით რომ დარეგისტრირებული იყვნენ რომლებმაც მოინდომეს ძიუდოს საერთაშორისო აკადემიაში სწავლა ეხლა უნდა ჩამოვიდნენ ინსტრუქტორები საერთაშორისო ფედერაციიდან რომლებიც შარშან აი ის რომლებიც ისწავლეს გაიარეს თეორიული დონე ეხლა პრაქტიკა უნდა გაიარონ ფედერაცია ეხტის თუ პირადად იხდიან ფედერაცია ახერხებდა დახმარებას ვიცი და ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ზუსტად არ ვიცი იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია შეიძლება იყოს არ მინდა რაიმე შეცდომა დაუშვა ზოგადად სურა რომ შეიძლება უნიჭერესი ადამიანი იყოს უბრალოდ იყოს ხელმოკლე და არ კონდეს ხო იმიტომ რომ მაინც ცოტა ფუფუნებას ყოველ შემთხვევაში ჩვენ ფედერაციამ ხელი შეუწყეთ იმაში რომ ეს ლიტერატურა რომელიც იყო გადმოქართულდა ხელმისაწვდომი საიტზე ყველასაც თავისი აკაუნტი ასე ვთქვათ იქ და შედის და თვითონ თეორიულ გამოცდებს აბარებენ იქ აი ხა უნდა ჩამოვიდნენ მარტის დასაწყისში საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები და ჩაიბარებენ აქ თეორიულ გამოცდას უკვე პირდაპირ არა ონლაინ არამედ ცოცხლად და შემდეგ იქნებათ პრაქტიკული სემინარი და პრაქტიკას ჩაიბარებენ აქ ამიტომ მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის და რა ვიცი იმედი მაქვს რომ წაადგებათ ჩვენ მწვრთნელებს და საბოლოო ჯამში უფრო კარგ ძიუდოისტებს გაზრდიან ზურა ეხლა სამწუხაროდ იზურება ჩვენი გადაცემის დრო პატარა რეზიუმე რო გავაკეთოთ ეხლა ბუმი რო ვთქვით ხო ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაც თვითკმაყოფილებას აი რეგიონებში თქვი ბაბატია დიტო იგივე ვთქვათ ახსენე აჭარა მაგალითად ეხლა ჭაბუკებში ქონა ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატი უნსროს ჭაბუკებში აჭარიდან გახდა ჩემპიონი ერთი ბიჭი სამეგრელოდანაც გახდა სანაია იყო კიდევ ფინალში ჯოიძე გახდა იქ აჭარელი გვარების დამამახსოვრდა და მიხაროდა რომ აი იმ რეგიონებიდან ესე იგი არის იმ რეგიონებში ისე ნუ ვიტყვით რომ თრად არაფერი არ არის და აკეთებ მუშაობენ იქ ნამდვილად თუმცა ისი არ არის განვითარებული რა თქმა უნდა როგორც გორში თუნდაც გორშიც შაშან ახალი დარბაზი გავხსენით დიდი დარბაზი პლუს კიდე ფედერაციამ საკუთარი შესაძლებლობები დაეხმარა იქაც კიდე და თბილისშიც ნუ ამ დონეზე არ არის რა თქმა უნდა როგორც თბილისსა და გორში არის მაგრამ მუშაობა მიდის იქ და ნამდვილად ნიჭიერი ძიუდოისტები იქიდანაც მოდიან და უბრალოდ მე მინდა მიმართო ზურა ისი გუბერნატორებს დაწყებული გუბერნატორებიდან გამგებლებით საგრებულოს თავმჯდომარეებით იგივე სპორტის სამსახურის უფროსის ხელმძღვანელობით რომ ზოგადად მეგობრებო დათო ქეღვიშვილი არ არის ადამიანი ვისთანაც კომუნიკაცია არ შედგება და რთულია პირიქით მიმართეთ თხოვნით და ყველაფერს გაგიკეთებთ იქიდან გამომდინარე რომ მარტოდენ ძიუდოს ფედერაცია ამ მასშტაბით და ამ ტემპებით და ძალიან ბევრია გაკეთებული ყველას კარგად მოიხსენებათ მაგრამ აი თავად რო გახსნა ზურა თვითონ უნდა გამოჩნდეს პარალელურ რეჟიმში ინიციატივა იმ რეგიონების სადაც ხო მე ხო ვიცი ხა დათო არ დაზარდება შეიძლება ჩავიდეს ერთი თვე დაყოს იქ სანამ არ ააცხობს არ გაუკეთებს ხო ეხა ამხედა პიროვნება ხო და ამიტომ იცი ესეთი მომენტია რომ მარტო არ შეიძლება რომ აი ასე ვიყოთ ხო ჩამოგიდებული როდის მოგხედავს ფედერაცია საკუთარ თავს ხელი ხო გინდა რაღაცა გააზრიო მიდგომა ასეთია გითხარი უკვე ხო თავად მოახერხონ ახალი დარბაზი და ფართი სადმე მოიძებნოს რაღაცა და მიეხმარებით ყველანაირად ვიცი დაწყებული ინფრასტრუქტურას გულისხმობ უკვე თვითონ დატამით სათანადო აქტიურობით ტექნიკური რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული ის არ იფიქრო ზოგადად მეგობრებო რომ ეს რაღაცა მცირე თანხებთან იყოს დაკავშირებული შემდგომ ინსტრუქტორებით მსვლელებით და მთელი სამსვლელო პროცესის აწყობით არ არის ეს პატარა საქმე რა ვიცი ზურა
ღმერთმაქნას რა რომ ეს აი ასეთი დამოკიდებულება თვითონ რას ქვეყანაში ამჟამად ძიუდოს მიმართ უფებს და კიდე იქნება კი არ გაორმაგებული, გაათმაგებული ჩვენ ახლა როგორ მზანი ამ უქმეებზე აქ ძიუდოს სახლში, აქ დიღომში გველის საქართველოს ჩემპიონატი 2 დღე ხო შაბათ-კვირას ხო ახალგაზრდებს შორის 21 ლამდე აი ხა ქონდა უმსროს ჭაბუკებში, წინა კვირას ქონდა ჩვეულებრივ ჭაბუკებში, მოკლედ შუა კვირაში შესარჩევი ტურნირები ქონდა ამათი მანამდე. თებერვალში მოკლედ ყოველ შაბათ-კვირა კი არა, შუა კვირაში შეჯიბრებები ქონდა, ისეთი დატვირთული გრაფიკი იყო. ბავშვო, იმედია რომ წელს მართლაც აი საკმაოდ ისეთი ხვარველი სეზონი გვექნება, ნუ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდა ამისთვის, უკვე დარჩენილი უკვე სპორტსმენები, ტატამი, შრომა და ასევე საზოგადოების დამოკიდებულება. მე კიდევ საზოგადოებას მინდა მიმართო, უფრო მეტად იაქტიურეთ, უფრო მეტი მხარდაჭერა ქართულ ძიუდოს და მერწმუნეთ შედეგიც ადეკვატური, ანუ ცალსახად დადებითი გვექნება. მე გიზურა წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ-ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.